საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგოლაშვილმა სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორები მიიღო. შეხვედრისას განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები განიხილეს და იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე იმშლეს, რომელთა წინაშეც დღეს თბილისსა თუ რეგიონების უმაღლესი სასწავლებლები დგას. მათ გააცნეს პრეზიდენტს პრობლემები, ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დღეს დგას უმაღლესი სასწავლებლები, ისაუბრეს რეფორმაზე, როგორც უმაღლესი სასწავლებლის, ასევე ზოგადად განათლების სფეროში, ასევე გამოთქვეს სურვილი, რომ მაქსიმალურად ფართო იყოს უმაღლესი სასწავლებლების ავტონომია, რაშიც რასაკვირველია, მათ აქვთ სრული მხარდაჭერა პრეზიდენტისა. საქართველოს პრეზიდენტი დაინტერესდა იმ პრობლემებით, რომელიც აქვს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს, იყო საუბარი რეგიონულ უმაღლეს სასწავლებლების განვითარების პერსპექტივებზე, უნივერსიტეტების ავტონომიაზე, მის ადმინისტრაციულ და ფინანსურ ავტონომიაზე, განვითარების გზებზე. საკითხი შეეხო უნივერსიტეტის ავტონომიის თემას, დაფინანსების თემას, ზოგადად იმ გამოწვევებს, რომელიც დგას უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სისტემების წინაშე ჩვენს ქვეყანაში და მოხდა შეთანხმება, რომ ამ შეხვედრებს ექნება მეტნაკლებად რეგულარული ხასიათი.